მის მე კალმი. დატო წიგნის დაწერაც ხო გიფიქრია და კი. არასდროს არ რა. შეასხამ ფრთებს. ბიჭო ძნელია ძალიან მარტივი ხო რა წიგნის დაცემა. მე არაერთხელ მithქვამს ეგ სხვათა შორის სილკის ისტორიას მე დავწერ. ბეთინგის ისტორიები სილკის ჭრილში დაწეროთ ძალიან სასაცილო წიგნი იქნება. ბეთინგის სახეები სილკის ძალიან სასაცილო იქნება. ჯიხურებში. თავისი იმეებით აქვია ტიპაჟებით ხალხის და მომთარი ფაქტები. რაღაცებს მე შენზე დავწერ. ხალხს გავაგებინებ შენს იმას აქვია რაღაცა ისეთ რაღაცებს რაც არ ვამბობ ხოლმე რა. წიგნში დავწერ და ეს გავარეკავ. წაიკითხეთ ტატოს ისტორიები, რომელიც არ მომიყოლია არასდროს და ხალხი იყიდეს. ისეთ რას მოყვების ეცემ აი ხა საკუთარ თავზე მე არ მithქვამს ისედაც. ეგეთი რა უნდა მოყვე ახლა, აი ძალიან პიზდეცი რა უნდა მოყვე. ნუ ახლა არის რამდენიმე ისტორია. ხო. დეხიას რომ ისდევდი მაგალითად ეგ. მოყოლილია შენაბოზა. როდის მაგ მოყოლია, არ მომიყოლია. არა. არა, მაგას არ მოყვებოდი ახლა. ხო არ ვეთყოდი ყოველს რომ არა პროფესიონალი კომენტატორი ხარ. არ მომიყოლია ეგა? მოყოლილია. არა, შეჭემ ხალხო დეხიას რომ ისდევდა ტატო ეგეთი ისტორია მოყოლილი მაგ არ არსებობს, ანუ არ მოყვებოდი ახლა. ტატო მისდევდა დეხია. ან როგორ შეიძლება რომ დეხიას გაეკიდო? მაგრამ ტატო მოახერხა ეს და დეხიას მისდევდა. და თუ რატომ ამას ჩემ წიგნში იხილავთ? მოყევი ბარემ ეგ ერთი და არა. ეგ არის ბომბა. მაგითო გავყიდო. ეხა ეგ ისტორია უნდა. როგორ გავეკიდე? თქვა რომ ეგეთებს კიდე სხვებსაც იტყვი. როგორ გავეკიდე დეხიას? მე მგონი ეგ უნდა მოყვე ახლა. ჯიხურიდან. არა, ეგ უნდა მოყვე ახლა. ამოყევი და ეს სასაცილო ისტორია არის ნამდვილად. ბაშა ამერ მოყვები ახლა სასაცილოდ უკვე ამდენი იმის მერე. თუ რაღაც მოლოდინის შექმენ. არ ვიცი, უკვე მოლოდინის შექმნა რაღაცა და აღარ ვიცი. შემდეგი დონაცია ავტოგრაფზე მისდევდა უეჭველი და მაგითო. ვერსია, ნამდვილად საინტერესო ვერსია. მაგრამ ამ ყველაფერში რა კაი წარმოსადგენია ავტოგრაფზე რომ მისდევ დეხიას შეჩემ. და ფოტოს გამო კი არა, ავტოგრაფზე. მეგობრებო, თქვენ ვერ გაიგეთ. ფიზიკურად კი არ ხედავდა დეხიას და კი არ მისდევდა. ტელევიზორს გაეკიდა. ანუ უარესი. ბაბუები რო გაბრაზდებიან, ხო, და ბებიები სერიალს ვეჭხუებიან, აი ეგ თვითონ არა, მაშინ, ამას ჩაუჯვამ ბიზნესში. მანჩესტერი უიგებდა 3-0-ს ვიღაცას, ვისი თამაშობდნენ არ გახსოვს? ვიღაც ძალიან წუდღეში იყო იმ პერიოდში ეგ გუნდი რა. მე ვენი უკასლი იყო. აი ეს ტიპი ვინ იყო, ბიჭო, აქეთ რომ მოტრიალდა ეგ. ეგ გამახსოვს. არა, ვისე თამაშებოდა არ მახსოვს. შეიძლება საუთჰემპტონს, არ ვიცი. მანჩესტერი თამაშობდა ვიღაც, მე ვენი უკასლს რა, არ მახსოვს. იმაში აქვია, ოლტრაფორდზე. და მე თავს მიყავდა. ანუ ვესტჰემი იყო შეიძლება. და მე მქონდა მინდოდა მაგ თამაში რო ყოფილიყო 9 კუთხური. თუ 10, შეიძლება 10, შეიძლება 9. ესე უნდოდა უბრალოდ, განა რამე დადებული კი აქვს. არა, არანაირი. უბრალოდ უნდოდა. თელი გულით მინდოდა რომ ყოფილიყო 9 კუთხური. ოღონდ თუ 10. ნუ რამდენიც უნდა და ერთის ნაკლები, სადღაც მე-60 წუთისთვის უკვე იყო. კი, ანუ აი, ხო მინდოდა 10 და 9 იყო მე-60 წუთზე რა. ან 9 მინდოდა და 8 იყო მე-60 წუთზე რა. ჩო. ან ერთი კუთხური მინდა თამაში ბოლომდე ნახევარსაათში, მაგრამ 3-0 რო გახდა, ორივე გუნდმა ყლეზე მოიba ის თამაში და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, შესაბამისად კუთხურების შანსიც ნელა შემცირდა, იმიტომ რომ ახლოსაც არ მიდიოდნენ ერთმანეთის კართან. 65 წუთზე ტატომ გათიშა მიკროფონი და მეუბნება. ერთი კუთხური მინდა, მაგრამ აქ აღარ იქნებაო. ანუ ეს განწყობა წინასწარ ეს მოგეხსენებათ ადამიანებს, ვისაც ფსონი აქვთ განთავსებული, რამეზე წინასწარი განწყობით ეგუებიან უკვე მარცხს და ტატომას ნუ კაი აქ აღარ იქნება. ჩართვა მაინც აი თვალებს ესე უყურებს, რომ ეხლა კუთხური და რა თქმა უნდა არაფერი აღარ ხდება, ბოლო წუთებია, აბსოლუტურად უიმედოდ ვარ და 3-0 იგავს მანჩესტერი, წყნარად 7-დან და ბოლო წუთია და გამო დამატებული დრო მიდის უკვე მსაჯის და კი კომპენსირებული დრო. ის კუთხური ისევ არაა და ეს მეორე საცოდავი გუნდი 3-0 რო გამოისვა მანჩესტერმა ტრაქში უტევს. და ჯერ ტიპმა მიიღო, არ მახსოვს ვინ იყო, ფეხბურთელი მარცხა ფლანგზე მიიღო ბურთი და შევიდა უკვე კუთხურის ხასთან მივიდა და ახლოს ყავს მანჩესტერის მოთამაშე და მგონია რომ ეხლა ამარო ჩააწო, შევა მოარტყა სამოზე კუთხურზე გადავიდეს და მეშველა რა მოუიგე. და ამ გამოყლებულმა ადგა და ეს პაციბა გააკეთა და წამოვიდა აქეთ. ჯერ ხო უკვე არ მესიამონა რომ აქეთ რო წამოვიდა, რა თქმა უნდა, რომ უკან გააკეთოს პაცი, მაგრამ ამ პაციბიაში და წამოსვლის მომენტში ეს ბურთი მოარტყა მეტოქეს. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ იმ მეტოქეს მოხდა მანჩესტერის მოთამაშე და წავიდა კუთხურისკენ ეს ბურთი. ხო, წავიდა მთელი სიშკარი. ჩაწოდება არის, ხო? არა, აქეთ წამოვიდა რა. ანუ რიკოშეტი იყო. ბიჭო, ხო ესე ხო მირბოდა. და მოტრიალდა, უკან მოდიოდა ისევ რა, ცენტრისკენ მოდიოდა და ამ ცენტრისკენ რო შემოტრიალდა ეს ბურთი მოხდა მანჩესტერის მოთამაშე, რომელიც უკან მორბოდა თავისი კარისგან, წავიდა კუთხურისკენ ეს ბურთი, შანსი გადადის რა, всё.
და დავით დეხეამ გადაწყვიტა არჩე დედა მოიტყნა და ეს ბურთი კუთხურს ისეთი ნახტომი გააკეთა ტიპმა ოღონდ გამოხდა კარიდან 5 მეტრის იქით და მე კარის ესე უკაცდა რა დაждდა და დეხიამ გადაწყვიტა რომ აი რას უწყვეტდა ეგრე ძალიან ეგ მომენტი არ კარში არ გადიოდა კუთხური იქნება მე კარის საჯარებას გაცდა გადახტა რაღაცა მარტა გაგიშთა და ბურთი დაიჭირა და ტატოს რეაქცია ამ დროს ეს ხო მოიხსნა ჯერ ანუ მაგ თამაშს ვინც უყურა ბუხონ აი ესან ისმოდა აი ეს რაღაცა მისმის მიკროფონს გატვიშ აი ამას და თითი ვერ გაარტყა იმას კნოპკას ვერ გაარტყა თითი რითაც ის თითი აი იმიტომ რომ ჯერ ეს მოიხსნა დააგდო და ეს ბუხუნი ხო უკვე იყო მაგრამ თან უნდა რომ გათიშოს და ამას ვერ არტყავს ხელს და ამას ხო აკეთებს აი ეს ადგა ტელევიზორთან მივარდა აი ეს რაღაცებს აკეთებს თან ხმას ვერ იღებს იმიტომ რომ იქ გავახმა იმიტომ რომ მე მიკროფონი ბოლოხმაზე ვიგინე მე ლაპარაკობ რომ ან დავით დეხია რაღაც ძალიან წყნარად და უცებ გაიზ და იქით ანუ კარი გავიდა მოიკეთა და დედას შევეცი იქიდან უკვე ისტორიებს დეხია კუთხური მინდოდა შეჩემ დეხია დედა მოიტყ ოღონდ ეხა მაგკადს просто რამჭირდა იცი ფიზიკურად ვერ ნახო საუდარი ნახო ეხა რა თამაში მოიგცა ვიჯვავდი სიცილი ჩეჩემ ანუ თამაში მიყავს და მეორე კომენტატორი ადგა იმას კნოპკას ურტყამს შეჩემ მე აი просто კადრი ეს რო ადგა აი იმას რო იჭხობა ჩუმა დეხიას რო უყვირის ჩუმა და ეგ არის ანუ აი პიზდეცია просто რა გავიდა და ყველას გაუზიარა თავისი აუ ეგ იყო ხელოვნება და ეგ იყო ხო ეგეთი ისტორიებია მილიონი ერთხელ ეგ გადაუღე ეგეთი ისტორია იმდენია შეჭ ვალიგაზე ვიყავთ რაღაც ბარათები ეწერა შეჩება და აი უცბად პაუზა იყო რაღაცა და ხო გათიშა ანუ ჩემიც გათიშა და თავის ყალე შეჩება ეგრევე არა ტატას კონდა ხოლმე ეგ თამაში ოდესმე თუ ოდესმე გავიხსენე რა თამაში ვანდა გავიხსენე ხომ მაგრამ ეგ მომენტი რო განახოთ აი მართლა აი მიხვდებით ტრაგედიის დონეს მიხვდებით რომ 3-0-ზე ტიპმა რა ბურთი არ გაუშვა კუთხურზე რა იყო შეჩემ ანუ ხო არა კარში რო წავა ბურთი მე კარგი ეგ დროს არც გადახტება რომ გავიდა გოლი ჯანდაბას ამან გადაწყვიტა რომ კუთხური არ უნდა იყოს იყო რა შანსი არ იყო ეგ ბურთი კუთხურზე არ გადასულიყო შეჩემ ტიპი გადახტა და ისეთ კარიერაში არ გაუკეთებია ეგეთ ნახტომი ალბათ ეგ ბურთი რო აიღო შეჩემ დაიჭირა ხელში ეს მისდევდა მოსაკლავად დეხი და ჩუმად რო ეჭყმებოდა რა მაგარი იყო დისტრაკი აგინა პანტომიმებით ეს რაღაცა ხელებით ფეხებით და რო გავიდა ეგ რო დისტრაკის გინება რო გავიგე უკრიდან აუ წელი რა მახსოვს რა ვიცი რომელი წელი იქნებოდა 2017-18 რა ვიცი შეიძლება 4-0 იყო, მწყნარად იგებდნენ რა 3-7 სიტუაცია იყო. ძალიან გაჭირდება და ოლტრაფორდზე იყო ნავდა. ტატოს ქონდა ხოლმე რელაივები თუ მივყავდა ისა. ან მე თუ ვიჯექი თამაშზე. რა 2 საათზე იყო, გუშინ ღამე იყო 5 საათზე თამაში და მე 2 საათზე ვარ რელაივზე. ან წერდა რომ ამათი დედას შევეცი როგორ არქნეს ეს რაც მინდოდა ამაზე ყვითელი როგორ არა მოიღო ან თვითონ თუ ერთად მივყავდა ესე გამორთავდა 22 წუთზე ნახე ხარ რა მოხდეს და ან წინასწარ იცოდა შეშე იმიტომ რომ მიმდინარეობა ფლეშ სკორზე ნანახი ქონდა რა არა ზოგი ნანახი მქონდა ზოგი ნანახი მქონდა ხო ზოგი ნანახი მქონდა ისედაც ტატოს მიყავდა ნანახი თამაშები ხო მაგარია და ერთი კომენტატორი სხვათაშორის ჩვენთან რელავები რომ იყავდა არ დავასახელებ ვინ იყო მაგრამ ცვლილებებს ვარაუდობდა ხოლმე ეხა სავარაუდოდ გამოიყვანენ ამას ეს რაღაც ვერ თამაშობს კარგად და ეხა ალბათ შეცვლიან და გამოვა ეს თამაში არ ჩატარებული 2 დღით ადრე და ამან იცის რომ ეს ამერახდება მე არ ტყავდა ხოლმე ეხა რომ წავიყვანოთ 91-ის დინამოს თავში და ვთქვა რომ ეხა სავარაუდოდ ყიფიანი წამოიღებს მურ დარასელიას გაუყეთებს პას და არა ეხა გიოცეს შეხوارნა შემოიყვანოს არგენტინა ემოში გიოცეს შემოყვანის დრო ხო არ დადგა კალა როგორ ფიქრობ